მწერალთა სახლი. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო და სტუდია კოცსი წარმოგიდგენთ. რევას კვერენჩხილაძის წიგნს საბუთები ღაღადებენ. პროექტი მომზადებულია სტუდია კოცსის ბაზაზე. რევას კვერენჩხილაძე, საბუთები ღაღადებენ. წიგნში წარმოჩენილია დამოუკიდებლობის მოპოვების 1918 წლის სიხარულთან ერთად მისი მოვლა პატრონობის მოწოდებანი და გარემოებანი. დამოუკიდებლობის სულისკვეთება და ამის გამომხატველი მიმართვები, პუბლიცისტური წერილები, დაბეჭდილი თუ ზეპირად გავრცელებული ლექსები, ამბები. დამოუკიდებლობის დაკარგვის 1921 წლის ტრაგიკული გარემოებანი. საქართველოს რევოლუციური კომიტეტისა და კომპარტიის ცეკას დადგენილებანი და განკარგულებანი. პარტიის ხელმძღვანელთა აღიარებანი. შინ სახკომის მუშაობის მეთოდების მამხილებელ დაკითხვათა ოქმები თუ სხვა საიდუმლო მასალები. მისივე მუშაკების განამხელი. შინ სახკომის ფარული თუ გაშიფრული აგენტების, დამსმენთა და პროვოკატორთა შეტყობინებანი. რეპრესირებულთა მონათხრობი. განცხადებანი შინაგან საქმეთა კომისრისა და პარტიის ცეკას სახელზე. საპატიმროდან მოწერილი ბარათები და ნაპატიმრალი ლექსები. საქართველოს მწერალთა კავშირის დიდხანს გასაიდუმლოებული სტენოგრამები, პარტიული ცენზურის დადგენილებანი. ამ წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით გაწეული უანგარო დახმარებისათვის ავტორი გულითად მადლობას უხდის საზოგადოება მემორიალის თავმჯდომარეს ბატონ გურამ სოსელიას, ამავე საზოგადოების პრეზიდიუმის წევრს ილამაზ მიწიშვილს, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს გიორგი ციციშვილს და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს გელა საითაძეს. რედაქტორი როსტომ ჩხეიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რეცენზენტები გელა საითიძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ციციშვილი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი. ჩვენთვის ძვირფასია მშობლები, შვილები, ახლობლები, მაგრამ ყველა წარმოდგენა სიყვარულზე თავს იყრის ერთ სიტყვაში: სამშობლო. მარკუს ტულიუს ციცერონი, ძველი წელთაღრიცხვით 106-43 წლები.
თავი პირველი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინ იქნებ ომმა ან რევოლუციამ მოგვანიჭოს სრული თავისუფლება კოტე აფხაზი 1918 წელი რევოლუცია არღვევს რუსეთის იმპერიას და ქართველ მამულიშვილთა ოცნებას განამდვილების პირი უჩანს ღრმავდება შეგნება ქართველისა როგორც ქართველის გრიგოლ რობაქიძე საქართველოში 1921 წლის თებერვლიდან გაბატონებულმა ბოლშევიკ კომუნისტებმა, რომელთაც მართალია ქართველი ერქვა, მაგრამ არსებითად რუსეთის ბოლშევიკური პარტიის შემადგენელი ნაწილი იყვნენ, ძმობისა და ბედნიერი ცხოვრების, კომუნიზმის დამყარების დროშით გაუგონარი საშინელებანი დაატრიალეს. Ტყუილად არ უთქვამს მე-17 საუკუნის ფრანგ პოლიტიკურ მოღვაწეს, ფილოსოფოსსა და მწერალს შარლ მონტესკიეს, უსასტიკესი ტირანი ისაა, რომელიც კანონიერებისა და სამართლიანობის დროშით გამოდის. მაგრამ სანამ ბოლშევიკ კომუნისტების მოტანილ საშინელებათა საბუთებს გავეცნობით, ვნახოთ რა გააკეთეს ქართველებმა საქართველოში ბოლშევიკების გაბატონების წინააღმდეგ. მე-19 საუკუნის მიწურულიდან ევროპასა და რუსეთს შავი ჭირივით მოედო სოციალ-დემოკრატიული და მარქსისტული იდეები, მაგრამ კიდევ უარესი ის იყო, რომ რუსეთში, რომლის შემადგენლობაში სამწუხაროდ ჩვენ ვიყავით მოქცეული, ეს მოძღვრება ბოლშევიზმში გადაიზარდა. მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედისათვის საქართველოს მოიცვა სოციალ-დემოკრატიული, ინტერნაციონალურ მარქსისტული იდეების ეპიდემიამ. ყველაზე ძლიერი პარტიულ ბრძოლაში გამოცდილ გამოწვრთობილი პარტიაც სოციალ-დემოკრატებისა იყო. სამწუხაროდ გამოცდილებაც და სიმძლავრეც აკლდა ეროვნული მიმართულების ორ სხვა პარტიას. შედარებით ადრე 1904 წლის 1 აპრილს არჩილ ჯორჯაძის შექმნილ სოციალ-ფედერალისტთა პარტიას და მოგვიანებით ჩამოყალიბებულ ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას, რომლის შექმნის ადრეულ ცდებს ხელი შეუშალა 1905 წლის რევოლუციის ჩახშობის შემდეგ გამეფებულმა რეპრესიებმა. თუმცა საქართველოდან დევნილმა ეროვნულად მოაზროვნე პროგერმანულად განწყობილმა მოღვაწეებმა პეტრე სურგულაძე, ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხაკო წერეთელი, გიორგი მაჩაბელი, ლეო კერესელიძე, გერონტი ქიქოძე, რომელთაც გერმანული სახელისუფლო წრეებიდან დახმარების შეპირებაც ჰქონდათ მიცემული, 1913 წელს შვეიცარიაში, ჟენევაში დააარსეს საზოგადოება თავისუფალი საქართველო, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე 1914 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტად გარდაქმნეს და მოღვაწეობა ბერლინში გააგრძელეს. რუსეთის იმპერიაში მოქცეული და გასარუსებლად განწირული საქართველოს შვილები ამ იმპერიის წინააღმდეგ მიმართულ ომსა და რევოლუციებს მუდამ იმ იმედით შეჰყუროდნენ, იქნებ მონობისაგან თავის დახსნის შესაძლებლობა გაგვიჩინოსო. ამ იმედით მიესალმა აკაკი 1905 წლის რევოლუციას. არა სისხლის ზღვრის წყურვილით, არამედ სწორედ ასეთი იმედით შეხვდნენ ჩვენი საუკეთესო მოღვაწეები პირველ მსოფლიო ომს. 1914 წელსვე საქართველოში შეიქმნა სხვადასხვა პარტიების წარმომადგენელთა ქართული ეროვნული კომიტეტი, ხოლო ბერლინში მოქმედი კომიტეტის მიერ კოორდინაციისათვის საქართველოში მოვლინებულმა გიორგი მაჩაბელმა და გამოკვეთილად ეროვნულმა ძალებმა დააარსეს ბერლინული საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ფილიალი სპირიდონ კედიას, დავით ვაჩნაძისა და რეზო გაბაშვილის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით იხილეთ
ზურაბ ავალიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების პოლიტიკაში, თბილისი 1925 წელი. ალექსანდრე ბენდიაშვილი საქართველოს პირველი რესპუბლიკა 1918-1921 წლები, თბილისი 2001 წელი. გიორგი გოცირიძე ქართული საზოგადოებრიობა და პირველი მსოფლიო ომი, თელავი 1997 წელი. ამ ხანებში პირველი მსოფლიო ომით გაჩანაგებულ, მეურნეობა მოშლილ, დაღლილ რუსეთში 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციამ გადააყენა იმპერატორი ნიკოლოზ მეორე, დაემხო მეფის ხელისუფლება 1917 წლის 27 თებერვალს კი პეტერბურგიდან გოგიტა ფაღავამ გამოგზავნილი დეპეშის ენით რომ ვთქვათ, მთავრობა გარდაიცვალა და გაჩნდა იმპერიიდან ჩვენი ქვეყნის თავის დახსნის შესაძლებლობა. მე-19 საუკუნის 60-იანელ მოღვაწეთა უპირველეს ყოვლისა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის და ვაჟა-ფშაველას მოღვაწეობის წყალობით ქართველ ხალხში ეროვნული შეგნება გვარიანად აღორძინებული იყო, მაგრამ მე-20 საუკუნის დასაწყისში მას დიდი საფრთხე შეუქმნა 1905 წლის რევოლუციის ჩახშობის შემდეგ გამეფებულმა რეაქციამ. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გვაზავას თქმით, ეს დრო იყო, როცა მინელდა რუსეთის პირველი რევოლუცია და რეაქციამ წამოჰყო თავი. ჩვენ ეროვნულ ცხოვრებას გადაეფარა უფრო მეტი სიბნელე. ამ სიბნელეში ამოძრავდნენ ჩვენი მეტოქე ძალები და ხიფათს უმზადებდნენ ჩვენს დედაქალაქს ერობის შემოღების სახით. ამ ვითომ და დემოკრატიული რეფორმით უნდოდათ თბილისი ამოეკრათ საქართველოს წიაღიდან და გადაეცათ არა ქართველების ხელში. საჭირო იყო ხმის ამოღება. ამასთან რუსული სოციალ-დემოკრატიული პარტიის საქართველოს ნაწილი იმპერიის ინტერესებს იცავდა. ამიტომაც ქართველი სოციალ-დემოკრატები ფაქტიურად მცირე გამონაკლისის გარდა ომში იმპერიის დაცვის იდეას ემსახურებოდნენ. ეს განათლებული ქართველები ვერ ამაღლებულიყვნენ რუსეთის იმპერატორის გადმოგდებული ლუკმით გამაძღარ იმ ზოგიერთ თავადებზე, რომლებმაც უკვე დათმეს ქართველობა და ამას ასე ამართლებდნენ ენაბრგვილი თავადის გიორგი მუხრანსკის მონური ლოგიკით. პატარას ნება არა აქვს თავის თამადობისა, უნდა ცდილობდეს, რომ დიდში გადაიტანოს თავისი თავი და ამაში განხორციელდეს. საქართველოს კი აწუხებდა თავისი ეროვნული პრობლემები და ტკივილები, რაც სოციალ-დემოკრატებს გულთან არც მიჰქონდათ და ვერც მიიტანდნენ. ასეთმა გარემოებამ ათქმევინა ცხონებულ აკაკი წერეთელს, ყველაზე პირველ მე ქართველი ვარ, მერე თუ გინდა სხვაგვარი ისტი, სხვისი თვალითაც არ ვიყურები, არ გადამკვრია ჩემსაზე ბისტი, თელ საუკუნის ბატონ მონობამ დაგვიბორკილა ხელი და ფეხი და რჯულთან ერთად ეროვნებასაც საშვილიშვილოდ თავს დასცა მეხი. მაგრამ მადლობა ღმერთს იყვნენ და თანდათან მატულობდნენ საღად ეროვნულად მოაზროვნე ქართველები. მაგალითად ალექსანდრე ბენდიაშვილის დაკვირვებით სოციალისტ ფედერალისტები იმედოვნებდნენ, რომ დიდ სახელმწიფოთა ჭიდილი წყალს დაასხამდა დაჩაგრული ერების წისქვილზე. რუსეთის დამარცხება გააადვილებდა მათ გათავისუფლებას, ეროვნული სახელმწიფოების აღდგენას. ასევე ფიქრობდნენ ეროვნულ დემოკრატებიც. რუსეთის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ საქართველო უკვე დამდგარი იყო დამოუკიდებლობის გზაზე და
რადგანაც მოწინავე საზოგადოებას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ეკლესიის როლი იმპერიიდან თავის დახსნისათვის აუცილებელი ხალხის ერთიანობის ხელშეწყობის საქმეში. ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენაზე ზრუნვა ადრიდანვე დაიწყო. 1908 წელს ქართველმა სამღვდელოებამ რუსეთის საპატრიარქოს მისწერა. მოკლული ეგზარხოსის ნაცვლად ახალს ნუ გამოგზავნით. აქ მძიმე ვითარება არისო. მაინც გამოგზავნეს ნიკონი, რომელმაც ჩამოსვლისთანავე რეპრესიები დაიწყო. ეს ის დრო იყო, როცა ქართველები ცდილობდნენ რუსეთისათვის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გამოეგლიჯათ. ეს ხელს არ აძლევდათ ქართველ სოციალ-დემოკრატებს, რადგან მაშინ რუსეთის ხელისუფლებაში არანაირი ფუნქცია არ ექნებოდათ. რუსეთში შემუშავებულა ნიკონის მოკვლის გეგმა, რათა ამის გამო ქართველები ისე დაესაჯათ, რომ დამოუკიდებლობაზე აღარ ეოცნებათ. ნიკონმა კი თავისი სიმკაცრით და ქართველთა მოძულეობით ხელი შეუწყო ამ გეგმის განხორციელებას. მან ჩამოსვლისთანავე ქართველი სამღვდელოების კრება დაარბია. ჟანდარმებმა უმაღლესი სასულიერო პირები ქუჩაში გამოყარეს და მათრახებით სცემეს. ამ შემაძრწუნებელ ამბავს მიზეზად დაუდეს სემინარიის რუსი რექტორის საჩივარი. ქართველ მღვდლებს ჩემი მოკლა უნდათო. ტერორისტი კახეთიდან ჩამოიყვანეს და დაარიგეს. ეგზარქოსი რომ შემობრუნდება, ზურგში ესროლეო. იმ დღეს ზურგით ვერ მოიხელთა. მეორე დღისთვის კი რევოლუციონერებმა ეკლესიიდან განკვეთილი რუსი მღვდელი ობრასცოვი მოძებნეს და დაავალეს. ისე დაელაპარაკე ნიკონს, რომ ქუჩისკენ ზურგით შემობრუნდესო. ასეც მოხდა და ტერორისტმაც არ დააყოვნა. ჟანდარმერიამ ძალიან მალე დაადგინა ყველაფერი, მაგრამ პეტერბურგიდან ბრძანება მოვიდა. მკვლელობა ავტოკეფალისტებს დააბრალეთო. ამ ბრძანებაში ეწერა, ვინ უნდა დაესაჯათ. მათ შორის იყო ეპისკოპოსი კირიონი. საქართველოდან იკითხეს, კი მაგრამ როგორ დავიჭიროთ? კირიონი გადასახლებაშიაო. მაშინ იდეურ მკვლელად გამოაცხადეთო. მოკლედ პასუხგებაში მიცეს 62 კაცი, მათ შორის მომავალი პატრიარქები ლეონიდე ოქროპირიძე, ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე, რამდენიმე ათეული მღვდელი, ხოლო ბერთუბნის, გელათისა და შიომღვიმის მონასტრებს 1917 წლამდე უთვალთვალებდნენ. ამასობაში რევოლუცია მოხდა და გამარჯვებით სწორედ საჭირო დროს დაგვირგვინდა საქართველოს დამოუკიდებლობის მისაღწევად გადადგმული ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. 1905 წელს შექმნილი ავტოკეფალისტთა საზოგადოების, ეპისკოპოსის ლეონიდის, კირიონ მეორის, პეტრესა და დავითის, აგრეთვე გამოჩენილი მოღვაწეების, იოსებ ჩიჯავაძის, ამბროსი ხელაიას, ამბროსი ფხაკაძის, კალისტრატე ცინცაძის, პოლიევექტ კარბელაშვილის და სხვათა დაუცხრომელი ბრძოლა შავბნელი ეგზარხოსების წინააღმდეგ 1917 წლის 12-25 მარტს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენით დამთავრდა. ამასთან დაკავშირებით 1917 წლის 19 მარტს სიონის ტაძარში გამოსვლისას ეპისკოპოსი ლეონიდე აღნიშნავდა: ქართველო ერო, ჩემო სანატრელო სამწყსო, ყურად ვიღოთ განთავისუფლებული ეკლესიის დედობრივი ძახილი, ფიცი და აღთქმა დავდოთ ქალმა და კაცმა, რომ მსხვერპლად შევეწირებით საყვარელ სამშობლოს და სულ მოკლე ხანში თავისუფალ ეკლესიას გვერდში ამოუყენებთ თავისუფალ საქართველოს.
ჩვენი ეკლესია მუდამ ედგა დარაჯად ქართველი ერის მთლიანობას და დამოუკიდებლობას. ის იყო დროშა, რომლის ქვეშ ღვივოდა ნაპერწკალი ქართველთა თანხმობის იდეისა. ეროვნული დროშის ქვეშ ქართველი უძლეველი იყო. დღესაც ვალადა აქვს ჩვენს ეკლესიას ემსახუროს იმავე იდეას და მედგრად გაახსენოს კაცობრიობას სახელი ქართველი ერისა. მან ხელი უნდა შეუწყოს ჩვენს გამტკიცება გაერთიანებას, რათა კაცობრიობის ფერხულში ჩვენც ვიპოვოთ შესაფერისი და დამსახურებული ადგილი. დიახ, როდესაც რუსეთში იმპერატორი გადააყენეს და თებერვალ-მარტის რევოლუციამ გაიმარჯვა, გონიერი ქართველები მიხვდნენ, რომ დგებოდა იმპერიიდან საქართველოს თავის დახსნის დრო და საჭირო იყო ამ შანსის გამოყენება. ჩინებული მამულიშვილი, კომუნისტურ საქართველოში მიჩქმალულ მიჩუმათებული, საქართველოს ეროვნული საქმისათვის თავდადებული მოღვაწე კოტე აფხაზი იმ დღეებში საქართველოს ეროვნულ საბჭოში თავის ერთ-ერთი გამოსვლისას მიუთითებდა. იქნებ ამ ომმა ან რევოლუციამ მოგვანიჭოს სრული თავისუფლება და თავისუფლად ამოვისუნთქოთ. ჩვენი პირი უნდა დასავლეთისაკენ იყოს მიქცეული. ჩვენი პირი შავი ზღვისაკენ უნდა იყოს მიქცეული და ჩვენ უნდა შევქმნათ უნიტარული სახელმწიფო. სხვა საქმეა, რომ მაშინ საქართველოს მომავალი ასე ნათლად ჩამოყალიბებული ბევრს არ ჰქონდა და ქართველი ხალხი ილია ჭავჭავაძის ეროვნულ განმანთავისუფლებელი გზის ნაცვლად სოციალ-დემოკრატების არაეროვნული გზისათვის მხარდაჭერამ, რაც მას არ ეპატიება, 1918-1921 წლების დამოუკიდებლობის დაკარგვამდე მიიყვანა. ერთ-ერთი პირველი იმ გონიერ ქართველებს შორის, რომლებიც მიხვდნენ, რომ ჩნდებოდა იმპერიიდან თავის დახსნის შანსი, ჩვენი მწერლები აღმოჩნდნენ. კერძოდ, ასეთი იყო აზრი იმ დროს აღიარებული ოსტატისა, ცისფერყანწელთაგან თავიანთ სულიერ მამად მიჩნეული გრიგოლ რობაქიძისა. იწყება მსოფლიო ომი. ქართველ ერში ოცნება იღვიძებს. ვინ იცის, ხალხთა შეხლა შემოხლა ისე დატრიალდეს, რომ საქართველოს განთავისუფლება ერგუნოს. რევოლუცია არ ღვევს რუსეთის იმპერიას და ქართველ მამულიშვილთა ოცნებას განამდვილების პირი უჩანს. ღრმავდება შეგნება ქართველისა, როგორც ქართველის.